საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხი აქტუალობას არ კარგავს, გაზრდილი მოხმარება, იმპორტზე დამოკიდებულება, გლობალური ენერგეტიკული რისკები და ამავდროულად შესაძლებლობები ქვეყნის წინაშე აყენებს მთავარ ამოცანას, როგორ გავზარდოთ ადგილობრივი გამომუშავება და გავაძლიეროთ საკუთარი რესურსების ეფექტიანი გამოყენება. სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს ენერგოსექტორში დაპაუზებული პროექტების დასრულების პერსპექტივას აჩენს. გადაწყვეტილების მიხედვით განახლებადი ენერგიის სექტორში მომუშავე კომპანიებს ვადაგადაცილებული პროექტებისთვის დაკისრებული ჯარიმების სრულად ჩამოეწერებათ, საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებაზე, რომელიც ჯამურად მილიარდ ლარს აღწევს. ინიციატივის მიზანია ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგოპროექტების დაჩქარება და იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც მათ განხორციელებას აფერხებს. იქნება თუ არა ეს ნაბიჯი, წინაპირობა და ბიძგი საშუალოვანი ამ პერიოდში ჩვენი ქვეყანა გახდეს ენერგეტიკულად თვითკმარი და ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რა გამოწვევები, პოტენციალი და პერსპექტივებია სექტორში არსებული რეალობის და შიდა თუ საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით ამ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე ვსტუმრობს დილიდან. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნეთ, გაზრდილია მოხმარება, რაც იწვევს ბუნებრივია იმპორტის ზრდას, ამის პარალელურად შემცირებულია ადგილობრივი წარმოება, რაც შეეხება საბალანსო ბაზარზე, ფიქსირდება ასევე ფასების მატება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ თქვენ ამ დროისთვის ქვეყნის ენერგეტიკაში არსებულ ვითარებას და აქედან გამომდინარე უკვე რამდენად შეიძლება იყოს შვება და ბიძგი მთავრობის ინიციატივა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ხო, პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ ჩვენი მოხმარება გაზრდილი არის და ეს ყოველწლიურად იზრდება. ყოველი ახალი შეძენილი ელექტრომანქანა, ყოველი ახალი აშენებული სასტუმრო თუ კორპუსი თუ რესტორანი არის დამატებითი მოხმარებული ელექტროენერგია. შესაბამისად, ხო, როდესაც ეკონომიკა იზრდება და წინ მიდის, ამას უნდა ეწეოდეს ელექტროენერგიის გამომუშავება. სამწუხაროდ, ჩვენ შემთხვევაში პირიქით მოხდა, რომ ნახოთ ახლა იანვრის თვე, ნახავთ, რომ მოხმარება არის გაზრდილი სადღაც 17%-ით, ხოლო გამომუშავება პირიქით შემცირებული არის პროცენტნახევრით, ხო? ეს დამოკიდებული არის იმაზე, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ესე იგი იანვრის თვეში და იმაში, როდესაც წყლები იკლებს მდინარეებში და ჩვენი ჰიდროგენერაცია დაბლა იწევს, მაშინ ჩვენ ვთავთ თბოელექტროსადგურებს, ხო? თბოელექტროსადგურიც არის ასევე იმპორტირებული ნედლეული, გაზს ვწვავთ, რომ ელექტროენერგია გამოვიმუშავოთ. თუმცა ამ გაზსაც აქვს თავისი რესურსი და თავის მარაგი. ამ აზერბაიჯანს არ აქვს იმდენი გაზი, ამ შახდენიზიდან, რასაც მოიპოვებენ, არ არის, რომ რამდენსაც უნდა იმდეს ამოიღებს, ხო? ისიც არის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად რაღაცა რაოდენობა, თვითონ აზერბაიჯანსაც მოხმარება ეზრდება გაზის, ხო? შესაბამისად, ის მოცულობა მცირდება, რაც ჩვენ გვჭირდება, ხო? ჩვენთანაც გაზის მოხმარება იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარებასთან ერთად, ხო? და არ ვყოფნის წელს ზუსტად ეს მოხდა, ჩვენ არ გვქონდა ის გაზის რაოდენობა, რომ თბოელექტროსადგურებს მაქსიმალურად ემუშავა და ელექტროენერგია მიეწოდებინა. შესაბამისად, ყოველი მომდევნო წელი უკვე ფაქტიურად კრიტიკული არის ჩვენთვის, ზუსტად აი რაც ვილაპარაკე, აქედან გამომდინარე ჩვენი მოხმარების დასთან ერთად და ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოხმარების დასთან ერთად კრიტიკული იქნება, ამიტომ სახელმწიფომ ხო რაღაცა რადიკალური ზომები უნდა მიიღოს უკვე, რომ ის სადგურები და ის გენერაციები რომელიც ცდილობს, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა ფონს გავიდეს და მშენებლობა დაიწყოს და დაასრულოს, მაქსიმალურად უნდა გვერდში დაუდგეს, რომ მოხდეს ამ გენერაციების შესვლა ექსპლუატაციაში, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკვე და ძალიან რთულ ფაზაში გადავალთ ჩვენ შემდეგი მომდევნო წლები. ინიციატივა და მისი შინაარსი, რაც უკვე ცნობილია სექტორისთვის და საზოგადოებისთვისაც, რამდენად არის საკმარისი უკვე სექტორის წარმომადგენლების თვალით დანახული, რომ გითხრათ, დამატებით რა საჭიროებებს ხედავთ თქვენ და აქვე ვისაუბროთ დაახლოებით რა მასშტაბის პროექტებია დაპაუზებული ამ დროისთვის ამ მიზეზით. ჩვენ შევხედოთ ახლა ვნახავთ, რომ ახალი ხელმძღვანელობა, ხო, ახალი გუნდი, რომელიც მოვიდა სამინისტროში, ძალიან მკაცრად, ასე ვთქვათ, მიუდგებიან აწი ყველა პროექტს, ყველა ინვესტორს, იმიტომ რომ ის დარღვეული ვალდებულებები
რომელიც სახელმწიფოს ინვესტორის მხრიდან არის და აქამდე თუ კი დაუშვათ ეს ჯარიმების აღსრულება არ ხდებოდა, ეხლა აუცილებლად მოხდება პროექტების ჩამორთმევა და ერთი სიტყვით ამ კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი ინვესტორს შორის გაივლება, ასე ვთქვათ, ხაზი და მოხდება გაფილტრა და ეს პროექტები, კარგი პროექტები, რომელსაც არაკეთილსინდისიერი ინვესტორებს აქვთ, ასე ვთქვათ, დაჯავშნილი, დაბევებული, მოხდება ჩამორთმევა და ასე ვთქვათ, გამოვა ტენდერზე თუ აუქციონზე და უკვე კეთილსინდისიერი ინვესტორები მოახდინენ ამ პროექტების რეალიზაციას და აი, როდესაც დაანონსდა მსგავსი მიდგომა და მსგავსი სიმკაცრე უნდა დაწყებულიყო, რა თქმა უნდა, სუფთა ფურცლიდან, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რომ დაუშვათ წინა პერიოდი, ხა 14 წელი ამ სფეროში ვარ და აქამდე დაუშვათ არც ერთი წინამორბედი თუ არ უდგებოდა საკითხს ესე მკაცრად და დღეს თუ უნდა მიუდგეთ ესე, მაშინ ის ძველი რაღაცა ვალდებულებები და ჯარიმები და ძველი ცოდვები, ასე ვთქვათ, ინვესტორებს ეპატიათ და სუფთა ფურცლიდან დაიწყება. თუმცა კიდევ ერთხელ ეს პატიება და ეს სუფთა ფურცელი არ მოიაზრებს იმას, რომ აწი თუ კიდე მოხდება ვალდებულებების დარღვევა, არ გაცოცხლდება, ასე ვთქვათ, ისევ ის სანქცია. შესაბამისად, ხო, ანუ სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ მუშაობას, თუმცა თუ კიდე მოხდება დარღვევა, ის ძველი ჯარიმაც გაცოცხლდება და ახალი სანქციებიც იქნება, მათ შორის პროექტების ჩამორთმევას და ძალიან კარგი არის. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ, რომ საჭირო არის ამ დარგში მსგავსი სიმკაცრე იყოს, იმიტომ რომ ძალიან, ასე ვთქვათ, ინვესტორები ეს არაკეთილსინდისიერი მათ შორის გაზარმაცებულები იყვნენ და ბევრი კაი პროექტები ჰქონდათ დაჯავშნილი, მათ შორის ქვესადგურებში სიმძლავრეები. მსგავსი მკაცრი მიდგომა ხო არ იქნება ერთგვარი ბარიერი, შიშის ფაქტორი ინვესტორებისთვის, რომ იყვნენ უფრო თამამები საკუთარ ინიციატივებში? არა, რა თქმა უნდა, ეს ბარიერი არ იქნება, ვისაც გაკეთება უნდა საქმის და რეალურად საქმის გამკეთებელი არის, იმას არ აშინებს არანაირი ბარიერი. არც ის დროის პერიოდი, ბიუროკრატიის საკითხი იყო, რომელიც მეტნაკლებად უკვე გვარდება ესეც და შესაბამისად, ხო, კარგი იქნება, რომ ეს ამ სიმკაცრით ის კარგი პროექტები რომ გამონთავისუფლდება, ძალიან ბევრი ინვესტორი არის მზად, რომ დაიკავოს არაკეთილსინდისიერი ინვესტორის ადგილი და განახორციელოს ეს პროექტები. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არა მარტო პროექტებს ეხება, ეს ეხება სიმძლავრეებს, აი, როდესაც სადგურს დაუშვათ იწყებ დეველოპმენტს, ხო, და იწყებ კვლევებს, როდესაც გადიხარ უკვე ბოლოში და მიერთების ტექნიკური პირობა, რომ უნდა აიღო ქსელზე დაერთების, აი ამ ქსელშიც ჰქონდათ დაჯავშნილი ადგილები 3, 4, 5 წლით და ფაქტიურად ის კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელსაც უნდა ფულის დახარჯვა და გაკეთება სადგურის კონკრეტულ ამ ტერიტორიაზე არა, სადაც დაჯავშნილია სხვა ადგილზე, მაგალითად, მაგრამ ქვესადგურს ხმარობენ ერთი და იგივეს, ხო? აი, იქაც კი დაჯავშნილი ადგილები ხდებოდათ. აი, ეს იყო უფრო დიდი პრობლემა. შესაბამისად, მანკეტ პრაქტიკასთან მქონდა საქმე, რაც უნდა შეიცვალოს. ძალიან და ესეც, ასე ვთქვათ, ამ მიდგომით, დღეს ამ მიდგომაც არის, ესეც აუცილებლად გამოსწორდება, უბრალოდ დრო ჭირდება ამას. ბატონო გიორგი, სწორედ დროის ნაწილში მინდა გკითხოთ, რეალურად რამდენი მეგავატის დამატებაა შესაძლებელი ამ ინიციატივის შედეგად უკვე და დროის რა მონაკვეთში? ნუ, სახელმწიფოს აქვს მიდგომა, რომ ჩვენი გენერაცია, რაც არის დაახლოებით 5000 მეგავატამდე, გააორმაგონ და ზუსტად ეს გააორმაგებული ციფრი არის. დამატებით კიდე 5000 მეგავატი არის, რომელიც ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოხმარება დავაკმაყოფილოთ ზამთრის პერიოდში, ანუ თბოსადგურებიც კი სტენდბაი რეჟიმზე გქონდეს გადაყვანილი, რომ ის გაზის მოცულობა, რომელიც იხარჯება და სხვათა შორის ძალიან იაფიან გაზს წვავთ ჩვენ, რომ ელექტროენერგია მივიღოთ, არ ვიცი იმ გაზის მოხმარება მე შეიძლება სხვა რაღაცებში გამოვიყენოთ იგივე კომერციულში ან თუნდაც სამოხმარებლო ტარიფის დაწევაში გაზგულისხმობ 5000 მეგავატი იქნება, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, თუმცა აქ უკვე შემოდის ახალი კომენანტი, ჩვენ გაზაფხულზე უნდა ვიფიქროთ, როდესაც მატულობს წყალი მდინარეებში და ეს ელექტროენერგია, ასე ვთქვათ, რომელიც უკვე 100%-ით გვექნება გაზაფხულის პერიოდში გამომუშავება, უკვე ვიცოდეთ, სად წავიღებთ, ასე ვთქვათ, სად რეალიზაცია სად მოვახდეთ, ექსპორტს სად მოვახდეთ. აქ უკვე ნუ შემოდის ბევრი მიმართულებითაა სამუშაო ხე ეს ვერ გავუშვით ამ ყველაფერს, თუმცა აქ უკვე შემოდის ის ნაწილი, რომ აი შავი ზღვის კაბელი ევროპის მიმართულებით ან თურქეთის მიმართულებით კიდე ახალი ელექტროგანამცემი ხაზის მშენებლობა, სომხეთის მიმართულებით ახალი ელექტროგანამცემის მშენებლობა, რომ ამის შემდეგ ექსპორტი მოახდინო. დივერსიფიცირება, ანუ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამას ჭირდება ინფრასტრუქტურა და ეს ნაწილი ასევე არის ცალკე გამოწვევა და საუბრის თემა.
ხომ ასეა. აუცილებლად მინდა გთხოვოთ ბოლო პერიოდის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რაც ენერგეტიკას უკავშირდება, დიდ ჰესებთან მიმართებით შევეხოთ პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ENCAS кейსთან მიმართებით, როდესაც ჩვენს ქვეყანას თქვათ გადაუვადდა ეს ვალდებულება. ერთის მხრივ მინდა გკითხოთ რეპუტაციული ზიანის ნაწილში პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენად იქნება შემომსუბუქებელი ფაქტორი და ინვესტორების თვალში ვთქვათ, რამდენად განსხვავებულად შეიძლება აღქმადი იყოს ჩვენი ქვეყანა და განსახილველი სამომავლოდ საინვესტიციოდ და მეორეს მხრივ ასევე მინდა გკითხოთ დამატებით რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისათვის რომ სწორედ ეს გაფუჭებული ასე ვთქვათ რეპუტაცია ამ ნაწილში ვთქვათ შერბილდეს. ხო, ну პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ძალიან სამწუხარო არის ფაქტი რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენი ბიუჯეტიდან ჩვენი გადასახადებიდან უნდა მოხდეს 400 მილიონი დოლარის გადახდა, ეს არის რაღაც მილიარდ 100 მილიონი ლარი არის, ხო, რაც არ არის პატარა თანხები. კარგი არის ის, რომ ამის აღსრულება არ მოხდება ერთიანად და რაღაცა ეტაპობრივად უნდა პარიზის სასამართლომ უნდა დადგენილებას გამოიტანა, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ეს მეტნაკლებად შეარბილებს ამ ასე ვთქვათ ტკივილს და ამ გადახდილი თანხიდან გამოწვეულ შოკს. თუმცა ხო, რაც შეკითხვა რომ დასვით, ესე იგი რა უნდა მოხდეს მსგავს პროექტებში, ახლა როგორიც არის ნამახვანი ხუდონი და ნესკრა კერძო ინვესტორი არ ამგონია და არავინ არ გაყოფს თავს ასე ვთქვათ ამ გაუგებრობაში, იმიტომ რომ ახლა ფული რო გქონდეთ ახლა თქვენ წახვალთ და დაიწყებთ პროექტის გაკეთება, სადაც მსგავსი შედეგი არის დამდგარი. ანუ სახელმწიფოს როლი და ჩართულობა არის აუცილებელი არის, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ამ პროექტის რეალიზაცია, უნდა მიიყვანოს ბოლომდე და შემდგომ შეიძლება უკვე რაღაცა წილის გაყიდვით გამოვიდეს და თვითონაც მე თუ მკითხავთ აუცილებლად უნდა დარჩეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მსგავს პროექტებში სახელმწიფოს კონდეს თავისი კონტრიბუცია. აი თქვენ რო გესმოდეთ უბრალოდ ამ მნიშვნელობის არის მსგავსი პროექტები, როგორიც არის ნამახვანი, ნესკრა თუ ხუდონი, ეს აკუმულირებელი ჰესები, რომელიც აგროვებენ წყალს და როდესაც რეჟიმულად ყველაზე ძალიან ჭირდება ქვეყანას მაშინ ითვებოდეს. წარმოუდგენია რომ ქონდა ჩვენ გვაქვს ესეთი ენგურჰესი არის, რომელიც უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენგურჰესი ვარ გქონდეს. ფაქტიურად არ ვიცი, ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა აი საშინელ დღეში, აი დღეს რო ენგურჰესი ჩვენ გამოვთოთ, ელექტროენერგიის ტარიფი შეიძლება გაოთხმაგდეს, გახუთმაგდეს, იმიტომ რომ ის ტარიფი, რომელიც იაფიანი ელექტროენერგია ჩვენს კალათაში რო შემოდის, იმ ტარიფს ქმნის სამოხმარებლოს და კომერციულისთვისაც, რაც დღეს არის. ენგურჰესის სამართავი პუნქტი კიდე ყველა ვიცით საით არის, ხო, ვიცით რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის. შესაბამისად, მსგავსი დივერსიებისგან რო ვიყოთ დაცული, საჭირო არის ნამახვან ჰესი, საჭირო არის ხუდონ ჰესი და საჭირო არის ნესკრა ჰესი და ის ყველა შემდეგ უკვე პატარ-პატარა სადგურები, რომელიც ასე ვთქვათ, მზად არის რომ შევიდეს ექსპლუატაციაში. კი ბატონო, ანუ კასკადური ჰესების საკითხი არის კიდე დამატებით საუბრის თემა და მნიშვნელობის მატარებელი, რა თქმა უნდა, მე ბოლოს მოკლე შეჯამება მინდა გთხოვოთ, თქვენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ახსენეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას. აი პერსპექტივაში რომ დავინახოთ რეგიონის ენერგეტიკულ ჰაბად საქართველოს რამდენად გესახებად, ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ ყველა სცენარი დადებითად წარიმართა, რაც ახლა არის გეგმაში. ნუ ყველა სცენარი დადებითად წარიმართა და შავი ზღვის კაბელიც, ასე ვთქვათ, აშენდა, შევიდა ექსპლუატაციაში და შავი ზღვის კაბელის გარდა არის მწვანე კორიდორის პროექტი, ეს ჯამში სადღაც 4500 მეგავატი არის. სადღაც ესე იგი 18 მილიარდ კილოვატ-საათზე არის საუბარი წლის ჭრილში და უშუალოდ რო გავიტანოთ, ხო, და თუ მოხდა იმ ჰიდრორესურსების ათვისება მაქსიმალურად და ეს ჰიდრორესურსები ჩვენი არის სადღაც 30 მილიარდ კილოვატ-საათამდე და ეს ყველაფერი რომ მოხდეს და ვიღაცას შეიძლება ეგონოს ეს რაღაცა თეორია, თუმცა ჩვენ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ესეთი ქვეყნები არსებობს და არსებობს ნორვეგია, რომელსაც ბრიტანეთის მიმართულებით აქვს წყლისქვეშა კაბელი, რომელსაც გერმანიის მიმართულებით, საფრანგეთის მიმართულებით, პოლონეთის მიმართულებით, ანუ ძალიან ბევრი ასე ნიდერლანდების მიმართულებით. ანუ პრეცედენტები არსებობს და ეს რეალურად განხორციელებადი. სრულად აქვს თავისი ჰიდრორესურსი ათვისებული და მსგავსი რამე ჩვენსო გავაკეთოთ და ჩვენ არავის ნაკლები არა ვართ, მონდომებანი მთავარი და ყველაფერი გამოვა. მსგავსი რამე ჩვენ რო გავაკეთოთ, დაახლოებით წელიწადში 4 მილიარდი
მილიარდი დოლარის თანხებზე არის ევროს იმაპატიეთ, ევროცენტებში ხდება ვაჭრობა. 4 მილიარდი ევროს შემოდინება არის ჩვენ ქვეყანაში წელიწადში, სადაც რაღაც 12 მილიარდი ლარი, ხო? ამიტომ რომ დავუფიქრდით ჩვენი ბიუჯეტის რამდენი ნახევარია, ხო და არის აუცილებლად ასე ვთქვათ მისახედი ეს ამბავი და ძალიან აქტიური შრომა და მონდომება ჭირდება ამ ყველაფერს და ჯერა რომ შესაძლებლობა რომელიც უნდა გამოიყენოს ქვეყანა. აუცილებლად, იმიტომ ვიცით რომ ენერგეტიკა ზოგადად რაც ხდება სამყაროში ხედავთ, ხო ეხლა ვიღაცას თუ გონია რომ რა ქვია ტრამპი, მადუროს იმის გამო სიტყვის თავისუფლების გამო შეუვარდნენ ძალიან ცდება. ენერგეტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის გარშემო ხდება ყველაფერი სამყაროში. კი ბატონო, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ეს არის ალბათ ის მთავარი მიზანი, რისთვისაც უნდა განხორციელდეს. ის ყველა პროექტი, რაც ეს ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და არა მხოლოდ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გემშვიდობებით. გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ენერგეტიკის სექტორზე, შესაძლებლობებზე, გამოწვევებზე და იმ არსებულ რეალობაზე, რაც დღეს არის და ეს რეალობა იძლევა არაერთ შესაძლებლობას, რაც უნდა გამოვიყენოთ და იმედია ის ასეც იქნება.